Tugibetui, Esnamdula Chembulis Nadabiaris, Chemtus Altus di Pataviaris, Vigiatis Erisinash. Was it about Amalo? She is the bar. We want a party of Tulidas from MCH with Spicaglasia, some Stamsis Mamu is Minos. Albatas Sudai was a several treatments, Murder, while I'm Stamsis who did the sympathy with the Ecos, we have a picture of Dasas was lost, we will get Vertis Erisinash. Სიმიტომ კი არა რომ ვერტისერი ისეთი ხალხი არის, სადაც უყოფილი ადამიანები არიან. იმიტომ კი არ არის პატივი თქვენ წინაშე დგომა, რომ თქვენ საუკეთესოები ხართ მთელ ლოზუნგეთში. იმიტომ კი არ არის პატივი თქვენ წინაშე დგომა, რომ თქვენ ბევრი რაღაც გიკეთებიათ და უშოთ ჩემთვის პირადად. ერთი მიზეზი არის, რის გამოც პრივილეგია არის ჩემთვის პირადად თქვენ წინაშე დგომა. იცით რა არის ეს მიზეზი? იესო ქრისტეს რჩეული ხალხია. Ergadeti აკობდა ებრაელებზე. ებრაელებიო, იმიტომ კი არ არიან, იმიტომ კი არ მიყვარსო, რომ ყველაზე საუკეთესო ერი არიან მსოფლიოში. არ არიან ისინი საუკეთესო ერიო, მაგრამ ერთის რჩეულები არიან. მე არ ვიცი უბრალოდ მაგრამ ახლა ჩვენში რა ნახა უკეთესი ვიღაცაზე, რომ გამოდოთ გეშორებდეს პატივი, რომ ყოველი ჩვენთაგანი ღმერთის წინაშე დგებოს უფასება. ეს უდიდესი პატივი არის. რაც შეიძლება დღევანდელ ქვეყნიერებაზე არსებობდეს, რომ შენ ქვია ღმერთის შვილი. შენ ხარ იესო ქრისტეს სისხლით გამოსხივული ადამიანი. ეს უდიდესი პატივი არის, უფასება და როდესაც ჩვენ ერთად ვიკრიბებით, ამ გზნობით მე ამიტომ ვფიქრობ, რომ უდიდესი პატივი არის, რომ ღმერთის ერს რაღაც გაუზიარო, რაღაც უთხრა და ყველაფერში უფასება ჩვენ ყველამ ერთად უნდა განვაიტოთ ის ჩვენი უფალი. ამინ. მერტინება და მადლობა. არავის არ დაფიქრებო, ხარ რომ ეთი იყავი სხვაზე უკეთესი რომ შეძლეს სპორტს მოგებრალობში ხარ. მე არ ვიცი ვის როგორ გიფიქრიათ, მაგრამ მე ძალიან ხშირად ვიფიქრია. როცა გადავიხედი ერთად, როცა ეკლესიაში მოვედი, როგორი ყურადღებიანი უნდა იყოს ადამიანი, რომ რასაც თესავ შენს გულში, მოძღვრებას და სწავლებას გულისხმობ, შეიძლება ძალიან დიდხანს გახდეს ადამიანს და არასწორი მიმართულებით წაიყვანოს. ერთხელ როდესაც მოვედი ეკლესიაში და გაუთვისნობიერებელი ვიყავი ჯერ სახარებაში და იმდენად აღმოსავლეთ ერთი სიტყვა, ერთი ესეთი საუბარი მოვისმინე. ერთი ძმა იჯდა და ელაპარაკებოდა ვიღაც ახალმოსულ ადამიანს და იცით რა, არის რო გვინდა ხოლმე ჩვენი ადამიანური გონებით რაღაც აი კარგი უთხრათ ადამიანს და უცბეცი რაო, რატომ მოგიყვანა შენ ღმერთმა აქაო, რომ ისეთი ღმერთმა რაღაცა ისეთი კარგი დაინახა შენშიო. კეთილი იყავი, ის იყავი და უბრალოდ მოგიყვანაო და იმასაც გაეხარდა, რომ კარგი იყავი. ეს იყო რომ მოვისმინე რა. წავედი და იმაზე კი აღარ ვფიქრობდი, რომ რამდენად უღირსი ვიყავი ქვეყნიერებაზე და რა დავიმსახურე, როგორც შემოვიყვანე. დავიწყე ჩემ კარგ თვისებებზე ფიქრი, რომ როგორი კარგი ვიყავი. და იცით, საერთოდ ბუნებითაც ეხლა სული ეხლა უთქვათ ადამიანური გაგებით არ ყოფილა, რომ სიკეთის გაკეთება მიყვარდა. ფიცხი ვიყავი, მაგრამ გულში არაფერს არ მინდოდი. და შემიძლია მთელი ესე იგი ერთი დასტა ჩამოვალაგო ეხლა ჩემი კარგი თვისებების და ამაზე როცა დავიწყე ფიქრია რა ემოციები ხო იცით რა ხშირად გვერევა ხოლმე სული ძმების მოქმედებაში და ემოციებით ხშირად ცრემლებით წამოვწვიდობ და ხოლმე ერთო მადლობა რა კარგი ვიყავი და ეს კარგი ადამიანი რო ქვეყნიერებაზე არ დამტოვე და მომიყვანე ერთო მადლობა შენ და იცით რა ამ ფიქრებში ავწდი იმას რა ჭეშმარიტ გზას და ჭეშმარიტ ბიზნეს შეიძლება იმას ერთი ესეთი სიმღერა არის მამუკაუნაშვილის მომღერალი არის რომ და ისეთი კარგი ვარ თვითონ გული მიჩუქდებაო და სიმღერაში როცა ამაზე ვფიქრობდი ხოლმე თვითონ გული მიჩუქდებოდა რა რომ იესო გიდება შენ მაგრამ მე ცოტა რომ ჩავსდი იქით და მოვისმინე გადაგებები სწორი გადაგებები მადლზე როცა უფრო გავთვისნობიერდი წმინდა წევრში მივხვდი რომ ჭეშმარიტ მოძღვრებას ეკლესიაში ყოფი ასტენილი ვიყავ ხლებით და რატო ვიყავ ჭეშმარიტ მოძღვრებას ასტენილი ერთი არასწორი აზრი მოვისმინე და ის არასწორი აზრი იმდენად ჩვილი ვიყავი ჯერ სულიერად რომ ბიბლია როცა არ ვიცოდი აი ეს არასწორი აზრი რომ დაფიქსირდა მე ვერ შევძლებდი რომ ხადა ხორცი გამერჩე ერთმანეთისგან და გადავყოლაბე პრობაჯუქივით და კარგი ხარი დავდიოდი ცრემლებით მაგრამ ამაღი ადამიანი ცრემლებით რა კარგი ვიყავი კარგი რომ ვიყავი უფალო არ გომიყვა მაგრამ ერთ დღესაც მოციქული პავლეს სიტყვები წავიკითხე და მოციქული პავლე ამბობს რომ ცოდვილთაგან ყველაზე ცოდვილი ვიყავიო მე და თავის თავს ესე იგი თვლიდა უღირსად და თვლიდა თავის თავს უკანასკნელ ცოდვილ ადამიანად მე დავიწყე ფიქრი თუ მოციქული პავლე რა სხვებზე უარესი იყო როცა ამბობს რომ ჯურში უძიბლო ვიყავი მოძღვრებით ფარისეველი იყო მას სამ და ღმერთი
რჯულში უმცირებლობა იცით რას ნიშნავდა? თელ მოსეს რჯულს აი ბიბლიას ასასრულებენ ჩვენ დაწყებული დაბადებიდან არა 4 თავამდე არა საიდან სახარება იწყება მთელი რჯულის შესრულება ეს იყო ებრაელი კაცისთვის და ეს უდიდესი რაღაცა იყო და მოციქული ყოლიაკოს ამ რჯულში უმცირებლო ვიყავიო მე ამ დროს ამოწო ცოდნა და ყველაზე დიდი ცოდნა ვიყავიო და გადავამოწმე ჩემი თეოლოგია და მივხვდი სატრანსას გზასავსტი კარგი კი არა ყველაზე უკანასკნელი ვიყავი და იესო ქრისტემ თავისი დიდი სიყვარულით მიპოვა და როცა ასე დავიწყე ფიქრი იცით მე ვეღარ აღმოვაჩინე ჩემში ისვისებები ისვისას მიპოვა იესო ქრისტემ და ყველაფერზე შემდეგ უფალს უთხარი მადლობა შემოყალო იესო ეს შენი მადლი იყო მადლი და გადარჩენილები არა მადლი კიდევ რა არის თუ სიტყვა მადლის მნიშვნელობა არ გეკუთვნის რაღაცა შენ არ იყავი ღირსი იმისი და ვიღაცა მადლი და გაჩუქა შენ უბრალოდ აი ყოველგვარი პირობის გარეშე ადგა და გაჩუქა რაღაცა რა აი ეს არის მადლი ჩვენ არაფერს დავიმსახურებდით და იესო მოკვდა ჩვენი გულისთვის უფასება იესო მოკვდა იმ ადამიანების გულისთვის მეზობლები რო ყავს და ჩვენი გალობის ხმა და მხიარულების ხმა რო ესმის შეიძლება ვიღაცა სიამოვნებს ვიღაცა შეიძლება გულს ეყარება შეიძლება ვიღაცას არ მოწონს ნიშნულობა მათი გულისთვის იესო ქრისტე მოკვდა უფასება და ისეთ რა არის განსხვავება ჩვენსა და მათ შორის რომ ჩვენ უბრალოდ ოდესღაც როდესაც ღმერთის სიტყვა გვეუწყა და ვიღაც ადამიანებმა მოიტანეს ჩვენამდე ღმერთის სიტყვა და გამოვიჩინეთ ყურადღება ღმერთის სიტყვისადმი და მივიღეთ იესო ქრისტეს საკუთარ ხსნელად აი აქ დაიწყო ყველაფერი ზუსტება და ღმერთმა ჩვენი რწმენით და თავისი მადლით გამასულა იესო ქრისტეს მიერი ხსნა ჩვენს ცხოვრებაში ღმერთიობა და მადლობა მან გვაპატია ცოდვები ჩვენ გავწმინდა ჩვენ ყველაფრისგან მოგწვა ჩვენ ეს რწმენა მოგწვა თავისი სიტყვა და აგერ უკვე რამდენი წელი არის ზოგიერთი ჩვენთაგანი ალბათ უკვე სადღაც 29 წელი მაინც ვისწრებთ ერთმანეთს ხო? ძველები ვინც არიან აი ეს 29-30 წელია ჯახი რო და მოდივარ დღევანდელ დღემდე რამდენი შეცდომა მქონია ამ წლების განმავლობაში რამდენი არასწორი აზრი რამდენი აკაიკა ფიქრი აკაიკა სიტყვა აკაიკა მოქმედება შეცდომები მაგრამ იესო ქრისტე თავისი სიყვარულით და მადლით ისევ ჩვენთან არის ისევ პატიოს მოკვიდებს ხელს მოგვიყვანს ისევ ხო მერე ვეჯიბრდებით მივდივართ ისევ იესო მოკვიდებს ხელს ისევ მოგვიყვანს ეკლესიაში მერე სულის მინდა შეეხება ჩვენ გულებს მერე ისევ ამინთებით და აი ასე წვალობს უფალი ჩვენთან ერთად დღეს ქვეყანაზე ეს ყველაფერი როცა დამთავრდება რა აი იქ როცა შევხვდებით მე ზეცაში ისევ იესო ქრისტეს მადლით რა თქმა უნდა ზურბასება იგი იქნება უდიდესი ბედნიერება და სიხარული ამენ უდიდება და მადლობა ასე რომ ზურბასება მე იმის შთაგონება კი არ იმდა მე თქვენთვის ეკლა რომ უღირსები ხარ არა ჩვენ უღირსები ვიყავით მაგრამ იესო ქრისტეს სისხლმა გაგხვდა ჩვენ ღირსები რომ გავდელ დღეს ჩვენ ვივართ ჩვენ მის წინაშე მერზიდება და მადლობა ამის ჰალელუია სოცხალ მერზიდება ჩვენ ჩვენი საქმეების მიხედვით არაფერი არ ქონდა გაკეთებული მაგრამ ჩვენ ცხოვრებაში მოვიდა ბედნიერი დრო როცა იესო ქრისტე შეეხო ჩვენ ცხოვრებას და ჩვენ გავხდით უფასება ღვთის მორწმუნენი და ჩვენ რწმენით მივიღეთ გადარჩენა მერზიდება და მადლობა დღეს ხშირად მითის ხოლმე დავა და ლაპარაკობენ რომ რწმენით გადარჩება ადამიანი თუ საქმეებით გადარჩება ადამიანი იაკობი ერთზეც ლაპარაკობს და მეორეზეც ლაპარაკობს უფასება მაგრამ ხშირად მორწმუნეებს ერევათ ხოლმე ცით და როცა მოვდივარ შემდეგ ეკლესიაში და ვხვდებით მორწმუნეები თავიდან მადლიერები ვართ ხოლმე იმიტომ რომ არაფერი არ გვაქვს უფლის წინაშე გაკეთებული და ვიცით რომ უღირსები ვიყავით მე ცოტა რომ დაურძელდებით ეკლესიაში და თითქოს რაღაცას გავიგებთ და ჩავერთვებით მსახურებაში და რაღაცას ვაკეთებთ უფლისთვის არა მე თანდათან ფესნობიერად გონია ხოლმე ჩვენ რომ ჩვენ ახლა ვშრობობთ უფლის წინაშე ჩვენ ახლა ვაკეთებთ რაღაცებს და ღმერთს მადლობა გადავრჩებით ჩვენ არა ზურფასება ჩვენ იმიტომ კი არ ვაკეთებთ დღეს რაღაცას და იმიტომ კი არ ვემსახურებით ღმერთს რომ გადავრჩეთ ჩვენ იმიტომ ვემსახურებით ღმერთს დღეს რომ ჩვენ გადარჩენილი ადამიანები ჩვენ გონი განსხვავება არის მაშინ რა ჩვენ გადავრჩით და დღეს იმიტომ ცხოვრობ ჩვენ წმინდა ცხოვრებით, სულთა ცხოვრებით, იმიტომ ცხოვრობთ, იმიტომ ვემსახურებით ღმერთს და იმიტომ გვინდა რაღაცა ვაკეთოთ თუნდაც მსახურებაში, რომ გვიყვარს უფალი. მან გადაგვარჩინა ვიხსნა ცოდვისგან და მოგვიყვანა ეკლესიაში. შეიძლება თქვა აგერ იაკობი აკოს რომ გადა აბრამიოს საქმეებით არ გადარჩა, მარტო რწმენა ხო არ იყო. იქ რახალ მეზობზე წერია რომ საქმეებით გადარჩა და არ არწმენით ხოლოდა რა. არა გვერიოს ერთმანეთში ზღვასება. იაკობი აგერ რწმენის წინააღმდეგ არ ბედის, ეს საკეთება, მაგრამ არ საკუთრებიდან ეხუბალმა. იაკობი რწმენაში კი არ ურევს ამას. რწმენა საქმეებით კი არ აცვლის ზღვასება. აბრამმა როდის ჩაუთვალა უფალმა სიმართლედ?
როდის როცა იბრძვიდა რა და ღმერთმა ეს ჩაუთვალა სიმართლე აბრამზე ფერია მაგრამ აბრამის საქმე როდის გამოჩნდა ზურბასებაა წლების შემდეგ გამოჩნდა როცა ისაკი შეეძინათ მათ შემდეგ ისაკი როდესაც გაიზარდა და შემდეგ როცა ღმერთმა უპერწმენით გამართლებულ აბრამს უთხრა აბრამ შენი შვილი ახლა შემომწირებებს ხვდება და რა აბრამას მოგიდა ხედი ისაკს უკვე მაწვილი ისაკს რომელიც უკვე წლოვანებაში იყო შესული მაწვილი იყო მაგრამ და წაიყვანა თაზე რომ მოედანა მსხვერპლად რა თქმა უნდა ღმერთმა არ დაუშვა რომ ადამიანი მსხვერპლად მოედანა იმიტომ რომ ღვთისმსა ცოცხალი ღმერთის სახურებაში ადამიანის შესაძლებელი არ მოდის ამასაც თავისი მიზეზი აქვს აბრამი ისეთ ხალხში ცხოვრობდა რომ გარშემოყოფი ადამიანები მიცივდნენ ის ერებია რა კერპთაყვანი სემლები თავიანთ შვილებსაც იღებდნენ ხოლმე თავიანთ კერპებს და უცხო ღმერთებს ეს აბრამის გამოსდა იყო აბრამ გიყვარ ვარ თუ არა შენ უფრო მეტად ვიდრე აი ამ ხალხს თავიანთი კერპები უყვარს და აბრამმა უპერწმენით გამართლებულმა აბრამმა ზოგადად ვალაცმენ არ ქონოდა მას წმენით გამართლებულმა აბრამმა ზოგადად საქმით აჩვენა რწმენის საქმით აჩვენა ის რწმენა რომელიც მის გულში იყო ის საქმეში გამოვლინდა შემდეგ და ის საქმე ზოგადად მართლაც უკვე რწმენის საქმე იყო ღმერთს დიდება ზოგადად ამ საქმე უბრალოდ დაადასტურა ის რწმენა რომელიც რწმენითაც აბრამი იყო გამართლებული გავდად ვერ ჩვენ თუ რამეს ვაკეთებ ზოგადად ღვთის წინაშე თუ ვემსახურებით ღმერთს მსახურებაში ვარ კეთილ საქმეს ვაკეთებ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ ჩვენ თუნდაც აი აქ როცა ახლა შენივად უღეროდნენ ღმერთსა რა ძალიან შეეხო ჩვენ სხვადასხვა სიმღერები და საგალობლები და ესეთ რა ამ ყველაფერს ჩვენ იმიტომ კი არ ვაკეთებთ ზოგადად რომ ჩვენ აი რაღაცას ველოდებით ახლა რომ მივიღებთ ახლა ჩვენ უკვე მიღებული ჩვენ იმიტომ ვემსახურებით ღმერთს ზოგადად რომ აი ამ საქმით უნდა გამოჩნდეს ის რწმენა რომელიც მივიღეთ როდის ზოგადად მე 33 წლის წინ მივიღე ეს რწმენა და მე ვცდილობ რომ დღევანდელ დღესაც ჩემს ცხოვრებაშიც იმ რწმენის ნაყოფები და საქმეები გამოჩნდეს ჩემს ცხოვრებაში არა იმიტომ რომ მე გადარჩენილი ვარ ვერც დიდება რა თქმა უნდა გადარჩენა შეიძლება დაკარგა თუ ცოდვაში წაყვარ თუ ცოდვაში გადაერთვები თუ შენ ცოდვის ცხოვრებას დაუბრუნდები შენ დაკარგავ გადარჩენას არის ასეთი მოძღვრება და იზახია თუ ერთხელ მიიღე გადარჩენა აღარ დაკარგავ მას ეს არ არის ბიბლიური მოძღვრება თუ შენ მიიღე გადარჩენა და თუ შენ ცოდვას მიუწირავ ისე გოგოყედიერებას როგორც ზავი თავის მარცხნივ უბრუნდება რა თქმა უნდა შენ დაიღუპები მაგრამ მე ამ შემთხვევას არ ვეხები ვეხებით ნორმალური ქრისტიანი ადამიანი როცა ვითარდება რწმენაში მიიღო რწმენა მიიღო ზესიდანშობა და ეს ადამიანი თავის ცხოვრებაში უკვე გადარჩენილი ადამიანი თავისი ცხოვრებით, საქმეებით, ყველაფერს ფიქრობს რომ გარანტიროს უყალე ღმერთი. ღმერთი დება და მადლობა ზრდასებო. ასეთი ადამიანი შეიძლება დაესეს კიდეს, მაგრამ უყალე წამოაყენებს მას. მართალი კაცო შვიჯერ დაესება და უყალე წამოაყენებს. უწმინდური დაესება და ვინ წამოაყენებს მას ზრდასებო. უწმინდური დაესება და დარჩება დაცემული, მაგრამ მართალი ადამიანი, ზესინაშობილი ადამიანი ცხოვრებაში შეიძლება დაესწრებს კიდეს როგორც აღავაყუდი რომ ამდენი წელია ზრდასებო. ჯახირობ რაღაცას ვაკეთებ დაცემების მქონია, მაგრამ უბრალოდ ამოგვაყენებს ღმერთი დება და მათო ღმერთი თავის ერთგულებს არ დატოვებს ეს უფრო სწორი იქნება რომ თქვა თუ ერთგულად გეხარ ღმერთის წინაშე ღმერთი არ დატოვებს შენ ღმერთი ეშმაკის ხელში არ მიგატოვებს თუ შენ ერთგულად გეხარ ღმერთის წინაშე მინუსიც გეკნება ნაკლიც გეკნება მაგრამ ღმერთი ამოგაყენებს შენ სრულყოფილს გახდის გაგწმენ შენ ღმერთი დება და მადლობა ამენ ეს უფრო სწორი მიმართულება ვიდრე ახლა გულზე ხელი დავიგრებოთ და ვთქვა ერთხელ გადავჭი და მორჩა გადარჩენილი ვარ ასე ხალხი ცოდვაში მიდის უბრალოდ ასეთი მოძღვრის მატარებელი ხალხი მინახია მაინც გადარჩენილი ვარ და ცოდვაში ვარდებიან შემდეგ მაგრამ ასეთი ადამიანები ვინც აი ამ სწორ მიმართულებას მიყოლო მე დაცემული არ მინახია ასეთი ადამიანები მომობენ მე გადარჩენილი ვარ დიდება ღმერთს მაგრამ როცა ისინი თავიანთ ცხოვრებაში კიდევაც ეცემიან უყარზე დებენ იმას უყარზეა იციან რომ თუ ცოდვაში ჩავარდებიან ცოდ შეიძლება გადარჩენა დაკარგონ მათ ამიტომ ისინი ისევ ღმერთს ევედრებიან ღმერთის ერთგულებით შევიან და ღმერთი თავისი მხრივ ჩვენზე ერთგული არის უყარზეა ჩვენ როცა ერთგულად დგევართ რა ღმერთი იმდენად ერთგული არის რომ ჩვენს გზებს უფრთხილდება არ გადავიხაროთ არც მარჯვნივ არც მარცხნივ მე პირადად ცხოვრებაში იმდენი მომენტი მქონია რომ ღმერთი რომ აყოფილიყო რა შეიძლება სხვა მდგომარეობაში აღმოჩენილიყავი მაგრამ ღმერთის ხელი რომ დამინახია ღმერთმა რა დიდებული საკრებებით დამიცვა იმ დროს რა ღმერთს მადლობას უწირა იმიტომ რომ უფალი არის ჩვენი გადარჩენა უბრალოდ გავდოთ ჩვენ განვადიდოთ ღმერთი ასევე რახა ბეძავი არებოთ უბრალოდ რომელი საქმეებით გამართლა ბეძავობით გამართლა რომელი საქმე ქონდა მას მაგრამ ერთი რამ ქონდა
რომელიც ისე როცმენიდან მოდიოდა. როდესაც მან შეიფარა ებრაელი მზვერავები, აი კარგად წაიკითხეთ ის ისტორია და დაინახავთ, რომ ჩვენ ვიცით რომ ცოცხალი გოჯის საქმეა. რახაბმა იცოდა რომ ეს ხალხი ებრაელი ხალხი ცოცხალი ზეციური ღმერთის სახური ხალხი იყო. ეს ყველაფერი მათ იცოდნენ, ღმერთმა სასწაულები მოიმოქმედა. ტრენდი როგორ დააჭოფა ებრაელი ხალხის წინაშე და როცა ეს მტერი მოადგა ქალაქი ერიქონს, უწმინდურ ქალაქს, რომელიც ყველას იყო გადაცემული, რახაბი, მეძავი ქალი, ცოდვილი ქალი, მიხვდა ამას, რწმენით მიიღო ეს, რომ ეს ხალხი ღმერთის ხალხია, ჩვენ გადაცემული ვართ და მან თურმასებო, როცა ეს ირწმუნა, რწმენით დამალა ეს მზვერავები და იხსნა ასე თავისი საქმოს, მერდიდება ამის თურმასებო. მოდი ახლა აი ამ ორი ადამიანის საქმეებს ახლა აი ცხოვრებას მოვაშოროთ რწმენა და მათ საქმეებზე ვილაპარაკოთ. აბრამი არის რომელიღაც სადისტი, რომელმაც თავისი შვილი აიყვანა მთაზე, მოიმარჯვა დანა და უნდა გამოჭრას ბავშვები. როგორ რწმენაზე არის ლაპარაკი? თუ მარტო საქმეს ავიღეთ, ეს არის რა? სადისტი ადამიანი, როგორ უნდა მოკლა შვილი, მაგრამ აბრამი მზად არის გააკეთოს. რახაბ მეძავი ავიღოთ, მოაშორე რწმენა მის საქმეებს და დაინახოთ რაც. მოღალატე ქალი, რომელიც თავის ერს ღალატობს, არა? სვავი რა შეიძლება დავარქოთ რახაბ ჩვენ? მოღალატე ქალი, რომელიც თავის ერს ღალატობს. მაგრამ თქოსებო თუ რწმენას არ გამოვაკლოთ, მათ საქმეებს ჩვენ დავინახავთ ორივე ადამიანს, ღმერთისთვის თავდადებულს, აბრამს, რომელსაც არაფერი არ ენანება ღმერთის წინაშე, მისი შვილის გზად არის შესწიროს მსხვერპლად, რახაბი, რომელიც მიიღო ცოცხალი ღმერთი, მიხვდა, რომ ეს ხალხი უწმინდური ხალხი არიან და მან ღმერთის ერთთან ცხოვრება ამჯობინა და ღმერთის ხალხი შეიფარა და არ მისცა იმის უფლება თავის თავს, რომ მის უწმინდურ თანამოძმეებს ღმერთის ერის წარმოადგენლები დაეუპათ და მოედრათ. ხედავთ რა განსხვავება? გააშინა საიდან შეხედავ შენ? მოაშორე რწმენა და დაინახავ მათ საქმეებს, რომელიც არაფრად არ ვარგა, მაგრამ თუ შენ რწმენას ჩადებ სათავეში და ვინახავთ, რომ მათი საქმეები, მათი რწმენიდან მოდიოდა და ეს რწმენა ამართლებდა მათ, ღმერთს დიდება და მადლობა ამისთვის. ცოცხალ ღმერთს დიდება, ამიტომ მოდი მადლიერებით ვიდგეთ და ყოველთვის თავგადლობით ვიდგეთ და ვთქვათ უფალო, შენ დიდება და მადლობა. მადლობისთვის და შეიწირე ჩემი ცხოვრება უფალო. ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად, რომ ღმერთო გათენდა დილა და შესწირე მადლი უფალო და მადლობა ღმერთო გამონდებისთვის. დაგიღამდა ეს დღე, მადლი შესწირე უფალო გასაგებად. ზოგიერთები ლაპარაკობენ ამაღლებულ ხელებზე და დიდ რაღაცებზე, რომ დიდებული საქმეები უნდა გაკეთონ, მაგრამ ელემენტარული ამიწოდება თვალსაჩინოა. მადლიერი იყავ ღმერთისა. გათენდა დილა მადლი შესწირე უფალს. დაგღამდა მადლი შესწირე უფალს. მსახურებაში ხარ რაღაცას აკეთებ ღმერთს უთხარი, მადლობა შენ ღმერთო, რომ მე დღეს კიდევ საშუალება მაქვს, ეხლა მე ოზურგეთში შენ ხალხთან ერთად ვიდგე და ვილაპარაკო, მადლობა შენ ღმერთო. მადლიერებით ვფასებო, ვიდგეთ ყოველთვის. ყველაფრისთვის, რაც ჩვენ ცხოვრებაში მოდის, რასაც აკეთებ, ლურბაპური გაქვს, მადლიერი იყავი, ეს არის სულიერება, ზოგადად. მადლიერი იყავი, შეხვდები შენ მსგავს ადამიანს, რომელიც ცოდვაში არის და ჯერ უფალს არის, ნუ მოეფერე. ინოცენტისთვის ერთი-ორი თბილი სიტყვა უთხარი, ქრისტეზე ელაპარაკე რაღაც, დატოვე შენ ხალხში შთაბეჭდილება, წმინდა, კეთილი, კარგი ადამიანის. უფალი შენგან მეც კი არაფერს არ მოითხოვს, დანარჩენი მასზე არის დამოკიდებული. ღმერთს არ აინტერესებს შენი ორატორობა, როგორ ლამაზად ილაპარაკებ, სასახლეებს ააშენებ, თურას გააკეთებ. ღმერთს აინტერესებს, რომ შენ იყო მისი სინათლის და სიწმინდის და სახის მატარებელი ადამიანი ოზურგეთში. ამინ. ღმერთს დიდება და მადლობა. ქრისტიანები ხშირად დროს კარგად ხოლმე კამათში, სიმართლის მტკიცებაში, მე უფრო მართალი ვარ, ის უფრო მართალი არის. და შეიძლება ხშირად თავისი გადარჩენა ადამიანმა თავის ამბიციებს ანაცვალოს და ჯოჯოხეთში წავიდეს. შეიძლება ეკლესიის ინტერესები ადამიანმა საკუთარ ინტერესებს ანაცვალოს ვფასება, მაგრამ ისეთ რა ჩვენ ვიყოთ ადამიანები, უგაცნელები და უპირველეს ყოვლისა ჩვენ ცხოვრებაში იესო. ამინ. ამინ. მაგარი საკუთარი ვიწერა, პირველად ეს რომ ჩემ ფიქრებში როგორ იყო, არ მინდა ფიქრები თუ შენ არ იქნები. არ მინდა ფიქრები თუ შენ არ იქნები, არა, დიდება და მადლობა. ის ცხოვრება არ მინდა, რომელშიც შენ არ იქნები, შენთან თუ არ იქნები, შენ. უფალი თუ არ იქნებ ჩვენთან. იქ ბუდიშთან გამოწვევაზე რა ჯანმრთელად მინდა ეპისკოპოსობა. რაც მინდა, რაც კი გამაშინეთ ეს ცხოვრებაში, რაც მინდა ეს ყველაფერი თუ უფალი არ იქნებ ჩვენთან. თუ უფალი არ იქნებ ჩვენ ცხოვრებაში და თუ ყველაფრის აი ცენტრში რასაც ვაკეთებ მე, იესო არ არის და იესოს არ უყურებ მე. ღმერთს დიდება და მადლობა. თუ კათედრამ სიამოვნებს და ეპისკოპოსმა სიამოვნებს, სწორი მოტივი არ გამაშინია მე. მაგრამ თუ მე ეს
ეს მახარებს რომ ღმერთის ერთ მოვემსახურო და ის რაც უყალმა მომცა ის დაუმახინჯებლად მივიდა რომ ხალხამის და ღმერთის ერამის და ჩემთან მედრიერად რომ მე აბსოლუტურად ღმერთის აიდება ღმერთს დიდება და მადლობა ვფასებო მე ეკლესიაში თბილისში მეუბნები ხოლმე ამ პირასაც ლაპარაკობდი ხალხო მე ის კი არ სიამოვნებს რომ ლაპარაკო თქვენი კითხეთ ბიბლია ბატონო ღმერთის სიტყვასთან მოზიარობა გქონდეთ და თუ თქვენ დაინახავთ და მოისმენთ ისეთ რაღაცა შემდგარ რაც ბიბლიაში არ წერია რაც უფლისგან არ არის ნუ მიიღებთ ჩემს სიტყვას მაშინ იმიტომ რომ ოლეგი არ არის აქ თავარი ჩვენ ცხოვრებაში ზუსტად არა წემს თავისი როლი აკისრია ღმერთს დიდებო წემსებისთვის მე ვიცი რა არის წემსური თვისი მე ვიცი რა არის ზუსტად წემსური მოწოდება მე ვიცი ეს არის უდიდესი ფლირტი და თუ მოწოდება არ აქვს რა გიჟი უნდა იყოს თავის შემოშე მამულებში მაგრამ ისიც არის ზუსტად თუ მოწოდება გაქვს ამისი ეს უდიდესი მართლაც პატივი არის რომ ღმერთის ერს ემსახურება მაგრამ ისიც რა თავარი წემსი არ არის თავარი იესო არის ჩვენ იესოს უნდა ვუყუროთ თავარი ზუსტად წემსის ინტერესები არ არის თავარი ეკლესია არ არის ამ შემთხვევაშიც თავარი ჩვენ არა ვარ ჩვენი ცხოვრება თავარი იესო არის ამიტომ ჩვენ იესო როგორც უყურებს ეკლესიას იმ თვალით უნდა ვუყუროთ ეკლესიას ზოგისთვის ეკლესია არაფერი არ არის შეიძლება ეწყინა ადამიანს რაღაცა გაიქცა ეკლესიიდან მე დღეს მსახური ვარ მაგრამ რიგით წევრადაც რომ დავждე ჯოხებითაც რომ გამაგრული ეკლესიიდან არ წავალ ეკლესიიდან იცით რატომ იმიტომ კი არა რომ ეკლესიაში მე მარტო ხალხს ვხედავ მე ეკლესიაში ვხედავ თავს ეკლესიის თავს რომელიც იესო ქრისტეა და ჩვენ მისი სხეულის წევრები ვართ ასე ვხვდებით ამიტომ იცით რა ჩვენ ცხოვრებაში ბევრი ისეთ რაღაცა მოდის რომ ჩვენ თუ თავარზე არ ვფიქრობთ შეიძლება ავსდეთ თავარ მიზანს ვფასებაა ჩემთვის მაგალითად მიყვარს ეკლესია ჩემთვის ისეთ რას ნიშნავს მიყვარს იესო ქრისტე იმიტომ რომ იესო ქრისტე თავი არის ეკლესიის თავი და სხეული განსხვავებული იგნახიათ არა მიყვარს იესო მაგრამ თქვენ არ მიყვარხართ ეს არის სარიელი სიტყვა თუ იესო მიყვარს თქვენ იესოს სხეული ხართ საყვარელი ხალხი და როგორც არ უნდა იყოს ჩვენი ურთიერთობები რა პრობლემაც არ უნდა გაშდეს ჩვენში ზუსტად ქრისტიანი ციხის ქრისტიანი არის ჩვენ ისევ იესოს სიყვარული დავიღებოთ წინ იესოს სიყვარული შევხედოთ ერთმანეთს და თუ კი გვაქვს რაიმე საწინააღმდეგო შევუდოთ ერთმანეთს იესო ქრისტეს სახელით ვაპატივეთ ერთმანეთს იესო ქრისტეს სახელით შევიყვაროთ ერთმანეთი გამოვსურდეთ იესო ქრისტეს სახელით თუ შენ საწინააღმდეგო ვიღაცას რამე აქვს ან ოჯახში ან ეკლესიაში დაფიქრდი რატომ რისთვის გამოხდება ეს ყველაფერი ისევ იესოს წინაშე მოიდრიკე გული და თუ დაინახავთ ღმერთის დიდება და მოგოჩვენს ცხოვრებაში ღმერთის დიდება და მადლობა ამისო ამიტომ დრო არის ჩვენ ეკლესიაში იმიტომ დავდივართ ზუსტად ჩვენ რაღაც უნდა ვისწავლოთ ჩვენ იმიტომ დავდივართ ზუსტად რომ ჩვენ ღმერთს უნდა მოვემსახუროთ და ღმერთის დიდებული საქმეები უნდა ვაკეთოთ ღმერთს დიდება ამისთვის და როდის გავაკეთებთ მას როცა ჩვენ დავჭერთ უბრალოდ გულის ქრისტიანები ისევ ისეთები როგორებიც ვიყავით ამ კუთხით როცა პირველად მოვიდით ეკლესიაში როცა ჩვენი თავი არ გვეღირსებოდა საულზე წერია როცა გადაუხვია სამუელი ეუბნება შენი თავი არ გეღირსებოდაო შენ თავის დროზე იყო პერიოდი რომ საული იმალებოდა იმდენად თავდაბალი იყო იმალებოდა არ უნდოდა ისრაელის მეფობა მას თავის თავი ღირსად არ მიაშთა მაგრამ როდესაც გავიდა წლები მან თავის თავს იმის უფლებას მისცა რომ სამუელს არ დაელოდა და მსხვერპლი მოიტანა ღმერთის წინაშე და სამუელმა უსაყვედურა შენი თავი არ გეღირსებოდაო ჩვენ მოდესა ჩვენი თავი არ გვეღირსებოდა ისე თავდაბლობით და სიყვარულით მოდიოდით უფლის წინაშე მოდი ეს გული ნუ შეიცვლება ჩვენ ცხოვრებაში ამენ მოდი ჩვენ ისეთები მოვიდეთ ღმერთის წინაშე და ეკლესიაში რომ ჩვენი თავი არ გვეღირსებოდეს ამ კუთხით არ მიგვეშდეს ღირსად მაგრამ ყველაფერთვის უფასოდ დიდად მადლობას როგორ ფიქრობთ უფასებოა ეს უფრო სწორი პოზიცია რა ჩვენ უკვე ღმერთის წინაშე და უფრო გამართლებული დიახ უფასებოა იმიტომ რომ თავდაბალ გულებს მოხედავს ღმერთს დიდება და მადლობა ამენ და დადგათ რომ ჩვენ ცხოვრებაში ჩვენ უნდა ვიცით რწმენის გმირება უფასებოა ჩვენ არ ვლაპარაკობთ მაგრამ ყოველ ჩვენთაგანში ღმერთი ხედავს უდიდეს პოტენციალს ყოველ ჩვენთაგანში ღმერთი ხედავს რაღაცას გასაკეთებელს უფასებოა ჯერათ ამისი მისმენთ ყოველ ჩვენთაგანში მე მინდა ჯერ უთხრა დღეს საქმის გარდა ჩვენიერი ქებადიდება იყო მაგრამ იცოდეთ რომ ღმერთი მარტო ამას არ ხედავს თქვენში ღმერთი უფრო დიდს ხედავს თქვენში ღმერთი უფრო დიდი საქმის გაკეთება უნდა თქვენი მხრიდან ამიტომ ამაზე ნუ გაჩერდებით ეს არის განუყოფელი ნაწილი ქებადიდება ჩვენი ცხოვრებისა ეს ასეც უნდა იყოს
მაგრამ ღმერთს უნდა რომ თქვენი მხრიდან დიდებული საქმეები გააკეთოს. ღმერთს ჩვენი მხრიდან უნდა დიდებული საქმეები გააკეთოს, რომ ასება. მე მინდა ცოტა უდენი მოსაზე ვილაპარაკოთ, ასება. როგორც რწმენის გმირზე და როდესაც საერთოდ ებრაელთა მე-11 თავს კითხულობ ჩვენ, ალბათ ყველამ ვიცით რა წლების განმავლობაში შევიმესწრეთ, რომ როცა ვკითხულობ ჩვენი გულის თვალებით როცა უყურებთ ამ ყველაფერს, ჩვენ ყოველ მათგანში ვხედავთ რწმენის გმირს, რა? რომ ესენი უნდა რწმენის გმირები, დიახ, ასება. მე მინდა ერთი მოკლე ძალი კითხვა მოსეზე და ცოტა უდენი ვისაუბროთ დღეს მის ცხოვრებაზე, რომ ჩვენ რაღაცები ვისწავლოთ მოსეს ცხოვრებიდან. იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ვკითხულობთ ბიბლიას, არა, არასდროს არ წავიკითხოთ ბიბლიას, რომ ასება ჩვენ ისე, რომ მხოლოდ რაღაცა ინფორმაციულად, მხოლოდ რაღაცა ვიცოდეთ ჩვენ ბიბლიას როდესაც ვკითხულობთ, ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ რაღაცა უნდა ვისწავლოთ ყოველი ადამიანის ცხოვრებიდან. მით უმეტესად რწმენის გმირებზე როდესაც მიდის ლაპარაკი, ჩვენ მათი ცხოვრებიდან უნდა ვისწავლოთ რაღაც. ესენი ჩვენთვის სამაგალითო არიან ახალი აღთქმის მოწმეებისთვის და არც ერთი აი უბრალოდ აიგეთ რომ რამდენი იქ ბევრი მაგალითი არის მოყვანილი ზოგიერთების მარტო სახელები არის ნახსენები მაგრამ შემთხვევითი არ იყო რომ ძველი აღთქმიდან ზუსტად ეს მაგალითები მოგვეცა ჩვენ მოსეზე, იაკობზე, აბრაამზე, რაჰაბზე მაგრამ ბევრი იყო თუ არ აყოფნის მოციქული პავლე ამბობს ვილაპარაკო სამსონზე, დავითზე, იეფთაისზე და კიდევ ჩამოთვლილი არის სახელები რომელიც მე-11 თავში არ შევიდა, მაგრამ ის პიროვნებები, რომელიც შევიდა, შემთხვევით არ არის შესული ფასებოა. ჩვენ ყოველი მათგანის ცხოვრებიდან რაღაც უნდა ვისწავლოთ. როდესაც მოსეზე ვკითხულობ ჩვენ, ებრაელთა 11:27 ლაპარაკობს ფასებო, ასე იწყება. რწმენი დატოვა ეგვიპტე და მეფის რისხვას არ შეუშინდა. ვინაიდან იგი თითქოს უხილავს ხედავს, რომ ისე იყო. და შემდეგ ფასებო არის აქ, რომ რწმენი მოაწყო შემდეგ პასექი წმენით შემდეგ მეწამულ ზღვაზე გადავიდა და ასე შემდეგ. ანუ აქ არის შემდეგ ჩამოთვლილი მისი რწმენის საქმეები. მაგრამ მოსეს ცხოვრებას როდესაც ვუკვირდებით ჩვენ, მოსე იყო ერთ-ერთი ებრაელი ყმაწვილი, რომელიც იზრდებოდა, მაგრამ სხვა ებრაელი ყმაწვილებისაგან განსხვავებით, რომლებსაც ხოცავდნენ. მეფემ ბრძანება გამოსცა, როცა ებრაელები მშობიარობდნენ და მრავლდებოდნენ რა, მეფე შეეშინდა რომ ეს ხალხი გამრავლდება, გაძლიერდება და შემდეგ შემტრებ შეეკრებია. და ამიტომ გასცა მან ბრძანება, რომ ყოველი ვაჟი, რომელიც დაიბადებოდა, ის უნდა მოეკლათ. ბებია ქალებს მისცა ასეთი ბრძანება. მაგრამ ბებია ქალებს რომ ღვთისა ეშინოდათ და ისინი არ აკეთებდნენ ამას. და შემდეგ მეფეს ეუბნებოდნენ, რომ მეფე, ებრაელი ქალები ისეთი ჯანმრთელები არიან, სანამ ჩვენ მივიდოდით, რომ მშობიარობენ ისინი. და ღმერთმა აკურთხა ზურგასებო ეს ბებია ქალები. ერთ-ერთი ასეთი მოსე იყო, მაგრამ მოსე სხვა ებრაელებისგან განსხვავებით, ასება ის ფარაონის სახში მოხვდა. როცა ჩადეს კალათში და გაუშვეს წყალზე, დინარში ის იყო ფარაონის ქალიშვება, აღზარდა და მოსე სხვა მითალებაში, სხვა პირობებში გაიზარდა, სიმდიდრეში, ფუფუნებაში, განათლებული იყო, განსწავლული მთელი ეგვიპტური ისინი სიბრძნეებით. ეგვიპტე იყო უძლიერესი ქვეყანა იმ პერიოდში. დიდარი ეკონომიურადაც, სამხედრო ძალითაც ყველანაირად ეს ძლიერი ქვეყანა იყო, უძლიერესი ქვეყანა იმ პერიოდში. და შეხედოთ რომ ასება, ამ მეფემ აითვალისწინა შემდეგ უკვე ის ხალხი, რომელიც გამრავლდნენ ებრაელი ხალხი ეგვიპტეში და მოსეს უპასება, რომელიც იზრდებოდა, მოსა გამოვიდა ერთ დღეს დაინახა რა, რომ ეგვიპტელი ჩაგრავდა ებრაელს და მის გულში იმდენად დაინდო მუშურლეობა, მოსემ, რომ ადგილ და მოკლა უპასება ეს ეგვიპტელი. და შემდეგ უპასება ჩვენ გითხულობთ წერილს, რომ მეორე დღეს, როდესაც გამოვიდა მოსე, ჩვენ ხედავთ, რომ მოსემ სხვა სურათი დაინახა. ებრაელი ჩაგდავს ებრაელს და როცა ჩაერია და უთხრა, რომ თქვენს გვერდი ხარ, ერთმანეთს რატო ჩაგდავთ რა? აქეთ შემოუწირავდნენ მოსეს და უთხრეს. შეხვარ ვინ დაგაკეთა ჩვენ მსაჯულად? შეხვარ გინდა ჩვენს მოკლა იმ ეგვიპტელებით, რომელიც გუში მოკალი. მოკლა ეგვიპტელი ქვიშა მიაყარა და დამალა თავის სოლა. და ბიბლია ჩვენ ვილაპარაკებთ ფასებო, რომ მოსე გაექცა ფარაონის რისხვას. ამინ. აქ წერია წვენი დატოვა ეგვიპტეო და ფარაონის რისხვას არ შეუშინდაო. მაგრამ ეს არის ის გაქცევა ფასებო. ამ ეს სხვა პერიოდი იყო მოსეს ცხოვრებაში. მაგრამ მანამდე სანამ მოსე შეიქმნებოდა გმირად, მოსემ ჩაიდინა ცოდვა, მოკლა კაცი. შემდეგ გაექცა ფარაონის რისხვას. გარბოდა მოსე შეშინებული ფარაონის რისხვას ეშინოდა დამიჯერენ, მომკლავენ, მის გულში მშვიდობა არ იყო და ასე გაიქცა ფასობრივ ეგვიპტიდან. ეს არის რწმენის მამაკაცის მოქმედება.
ჩვენ როდესაც ეხლა ვკითხულობთ რწმენის გმირებზე, ყოველი მათგანის უკან თავისი ისტორია არის, უბრალოდ. ხედავთ? ყოველი ჩვენთაგანის უკან მინდა გითხრათ, ვინც ამ დარბაზში ვართ, ეხლა აი ამ ადგილზე. ყოველი ამ გვარი სახელის უკან რა, ჩვენი ისტორია არის. ოლეგ ხუბაშვილის უკან მთელი ისტორია არის, დაწყებული დაბადებიდან 1958 წლის 22 ოქტომბრიდან დღევანდელ დღემდე. ჩემს უკან თავისი ისტორია არის. თავისი სისუსტეებით, თავისი ძლიერი მხარეებით, თავისი დაცემებით, თავისი წამოდგომებით და ასე შემდეგ. ყოველი თქვენთაგანის უკან და თქვენი გვარსახელის უკან თქვენი ისტორია არის. და ყოველი თქვენი გვარსახელის წინ კიდევ ვიფასებო, რაც ღმერთს უნდა გააკეთოს არა, ღმერთის გეგმა არის დადებული, ღმერთი დაბაყიშვის. მოსე რჩეული იყო. ყველა ვიცით, დღეს ეჭვარ გვეპარება. დღეს ყველა ვკითხულობთ და ვიცით, რომ მოსე შემთხვევით არ მოხდა ფარაონის სახში. ჩვენ ვიცით ყველა, რომ მოსეს უდიდესი მისია ეკისრა, მაგრამ მოსე მიწოდა მაშინ ეს ყველაფერი. მოსე არ იცოდა. მოსე თავისი მოშურულობით გამოვიდა და გადაწყვიტა, რომ ერთი ებრაელი გადაერჩინა ლუტერის შაგორისგან, მაგრამ ოქროს ღმერთის გეგმა რა იყო? არაერთი ებრაელის გადარჩენა, მთელი ერის გადარჩენა იყო. მთელი ერი უნდა გაითავისუფლებინა ღმერთს და მოსემ თავისი პატარა ადამიანური გონებით ძალით რა გააკეთა, ერთი ეგვიპტელი გამოასხმა სიცოცხლეს, რომ იმ წუთში ის ებრაელი არ დაეშაგრა. ეს იყო რა, შეიძლება ვთქვათ, მცირედიც კი არ იყო, მცირედის მცირედი იყო, რაც მოსემ გააკეთა. იმისა, რაც ღმერთს უნდა და მისი მხრიდან გაეკეთებინა. და მოსემ აი ამ არასწორი ნაბიჯის გამოხედავთ, რომ ის არ იყო რწმენის მამაკაცი თავიდან. მას შეეშინდა გაიქცა უდაბნოში 40 წლის მოსე. შემდეგ, როდესაც ვკითხულობთ ბიბლიას, ჩვენ გვხვდება რა, 40 წელი ადვილია საფრთხებად რა. ხო, მაგრამ შეიძლება ზოგიერთი აი აქ უმყოფი 40 წლისაც არ არის ჯერ. 40 წელი ადვილი საფრთხებია, მაგრამ ეს 40 წელი იყო 40 გრძელი წელიწადისად. არა დისკოთეკებში და ბარებში, არა თბილისის და ოზურგეთის განათებულ ქუჩებში. ეს იყო 40 მძიმე წელიწადი უდაბნოში. წყემსა და თავისი სიმამრის წვრებს. 40 წელიწადი თქვენ წარმოიდგინეთ. წყემს აქვს მოსე და 40 წლის შემდეგ ზურფასება. იწყება რა? ის არ ჩამოყალიბებოდა იმ 40 წლის განმავლობაში რწმენის გმირად. ნუ რა ვიდრით ამას. შეიძლება მოსე ჩამოყალიბდა უბრალოდ ისიც რა, აი ამ 40 წლის განმავლობაში. მოსეზე წერია, ის იყო ყველაზე თავდაბალი ადამიანი მოგვიანებაზე. მოსე ჩამოყალიბდა თავდაბალ თვლიერ ადამიანად, უდაბნოში, წყემს აქვს ყოველდღე ცხოვრებს, ერთი და იგივე საქმე, ხო? წაიყვანა ცხოვრები, საყოველთი გორება ცხოვრები ისე. ახსენდება ეგვიპტე, ახსენდება ის ყველაფერი. მეორე დილა გათენდა ისე ცხოვრები, როცა მომიდგენია რა. სასაშინელებელი იყო ეს რა. 40 წელი როგორ გასულ მოსები იქა რა. მაგრამ მოსე ჩამოყალიბდა რა, ყველაზე თავდაბალ ადამიანად მოგვიანებაზე. ამაზე ლაპარაკობს ბიბლიაზე ფასება. 40 წლის შემდეგ, მეორე 40 წლის შემდეგ, ან უკვე 80 წლის მოსეზე ფასება. ყალიბდება უკვე რწმენის გმირად. ეხლა 80 წელს უნდა გავველოდებით ჩვენ. ჩვენ ვიფიქროთ, რომ გვაქვს ჩამოყალიბდა, ღმერთთვის შეუძლებელი არაფერი არ არის. მაგრამ მე უბრალოდ მოსეზე გელაპარაკებით. ხო, მოსე 80 წლის მოსე უკვე. უკვე ყალიბდება რწმენის გმირად. ამ 80 წლის განმავლობაში როგორ ვფიქრობთ, უფალი არაფერს არ აკეთებდა? უფალი აკეთებდა. უფალს თავისი დრო აქვს დანიშნული, ღმერთს თავისი გზები გააჩნია. ღმერთს უნდა თვალსაჩინო მინდა გითხრათ, რომ ღმერთს უნდა რომ ჩვენ ჩამოვაყალიბოს და ღმერთს ამისთვის გეგმა აქვს. და ღმერთს ტყუილად არ აქვს გეგმა. ღმერთს თანამშრომლობა უნდა ჩვენთან თვალსაჩინო. ღმერთს უნდა რომ ჩვენ ადამიანები თავის საქმეში ჩავხტოს. ხვდებით? რა შეჭირდებოდა დღეს მოსე როგორ ვფიქრობთ ახლა? მოსეს გარეშე ვერ გააკეთებდა თავის საქმეს, მაგრამ ღმერთი თვალსაჩინო აკეთებს თავის საქმეს და აკეთებს ადამიანების მეშვეობით. ამენ. შემდეგში ჩვენ ხედავთ, რომ საიდან დაიწყო თვალსაჩინო მისი ურწმუნოებიდან რწმენისკენ შემოგვიყვება. როცა ჩვენ ურწმუნოებიდან რწმენისკენ შემოგვიყვებას ვლაპარაკობთ, არა, ჩვენი ასოციაცია მაშინ როგორია, იცი? აი გარეთ ურწმუნოა და ეხლა რწმენაში უნდა მოვაქციოთ. მე თქვენ გეტყვით თვალსაჩინო. გარეთ გადით და შეიძლება ურწმუნო გაგიხდეთ სამხრეთსაძებარი. ვინც იტყვის უარ ამსავს ღმერთი. ყველა გეტყვით თქვენ სამს ღმერთი. და მართალაც არის, მას სამს ღმერთი. მაგრამ ჩვენ შიგნით ურწმუნოებას იცით რას ვეძახით ეკლესიაში? იმას კი არა რომ ღმერთი გვწამს და მოწმუნეები ვართ. ჩვენ ურწმუნოებას რას ვეძახით? როცა ბიბლიის სიტყვა შენ არ მიიღებთ ღმერთის სიტყვას.
როცა ღმერთის სიტყვა შენ ცხოვრებაში არ ატარებ და არ ემდობი მას. ხვდებით? როცა რომელიღაც სიტყვას არ ასრულებ შენ ბიბლიიდან, ეს იცით რას ნიშნავს, რომ არ ასრულებ, იმ სიტყვას შენ ბოლომდე არ ემდობი. რო არ ემდობი, ეს ვის არ ემდობი შენ ამას? ოლეგის გამოგზავნილ წერილს? სპარტაკის რო გამოატანა თბილისიდან? არა. ჩვენ ამ დროს არ ვერდებით, თუნდაც რელიგია გაუგანები არ იქნება. ჩვენ გამოატანა და არც აიქნება. მაგალითი მოვიყარე. ეს არის ღმერთის მიერ გამოგზავნილი სიტყვა და თუკი ჩვენ არ ვერდობით მას, ჩვენ რას გამოვხატავთ? ურწმუნოებას მის სიტყვისადმი. ჩვენ ამას ვეძახით ურწმუნოებას. და ღმერთმა დაიწყო აი ამ მორწმუნე ურწმუნო მოსეს შემოტრიალება გამგვირწმენისკენ. რო გასაგები რო იყოს ასაგები ჩვენ. და საიდან დაიწყო? პირველი ეს იყო რასაც ვხედავ ჩვენ, ეს იყო შეხვედრა ღმერთთან. ღმერთი გამოეცხადა მოსეს. მოსე ერთ ჩვეულებრივ დღეს როცა ისევ თავისი სიმავლის ხრები გარეკა საზღვარზე დაინახა სასწაული. უჩს უკიდია ცეცხლი, მაგრამ არ იწვება. მოსე მივიდა, რომ ენახა ეს დიდებული მოვლენა და ღმერთი დაელაპარაკა მას უფასება. ამენ. ეს იყო შეხვედრა ღმერთთან უფასება. ღმერთმა აჩვენა თავისი ზებუნებრივი დიდებული ძალა. ღმერთმა ფოკუსი კი არ აჩვენა მოსეს. მოსე მოდი რა გაჩვენა და ნახე, ცეცხლი ავამდე, უჩს უკიდია, მაგრამ არ იწვება. ღმერთმა თავისი ძალა აჩვენა მოსეს. ღმერთმა ჩვენ გვაჩვენა თავისი ძალა ყველასთან. მოდი გავესწრებოთ მოსამოვიდით უყალდა. წეგან უბრალოდ ამოცნობა მოისმინეთ მას პარტაკისა რა. მისთვის ეს იყო ისამთებული ცეცხლი. ყოველ ჩვენთაგანი ცხოვრებაში თვითასებო რაღაც იყო. ჩემი ოჯახის ცხოვრებაში ის იყო, რომ მე მამაჩემი ბრმა ვნახე. თვალით ვერ ხედავდა. მაგრამ შემდეგ როცა ირწმუნა უფალი და დაიწყო ეკლესიაში სიარული, ჩვენ ეკლესიის სიარული. თვალი აეხიდა მას და ჩემთვის ეს იყო ის ანთებული ბუჩქი, რომელიც სასწაულად ემთო, მაგრამ არ იწოდა. მე როდესაც დავინახე ეს ყველაფერი, დავდექი ფაქტისიაში, მამაჩემი ბრმა იყო. ეხლა ხედავს და ამის მიზეზი ღმერთი არის. ესე იგი არსებობს ღმერთი. ესე იგი სკოლაში მათყუებდნენ მე და მე გავხდი მორწმუნე. ცოცხალ გვერდიდება. ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა ღმერთთან, რომ დავინახე ღმერთის დიდება და მადლი. უყარ დიდება ამის. შევხედოთ უბრალოდ მოსე შეხვდა უფალს და ჩვენ ცხოვრებაში ჩვენ გვჭირდება ძალიან ხშირად უფალსა ასეთ შეხვედრები ღმერთთან. ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი უფალსება. ჩვენ უნდა ღმერთთან გქონდეს უფრო ხშირი შეხვედრები, რომ ღმერთი აგრძელებდეს უფალსება თავის შრომა საქმიანობაში ჩვენ ცხოვრებაში. უფალს დიდება და მადლობა. იცით მე რომ მორწმუნე გავხდით, მე კიდევ დამჭირდა ღმერთთან შეხვედრა. იმიტომ რომ როდესაც მოვედი ენთუზიაზმით ეკლესიაში, ღმერთო ესა დიდებული ხარ, ასასაული გააკეთე ჩემ ოჯახში. მამაჩემი განიკურნა, ბრმა იყო, მამაჩემი აღარ ხედავ. და როცა ეკლესიაში დაპატიჟეს და მივიდა, უფალმა განკურნა და 33 წელიწადის შემდეგ დასული, ცოტა კი არა. მამაჩემი დღესაც ყოველდღიურ სახურებაზე ზის. ამ სახურებაში ასაკი. ეს ყველაფერი ვიქილი, გავხდი მორწმუნე, მოვედი ეკლესიაში, მიხარია ყველაფერი. მაგრამ როდესაც ღმერთის სიწმინდის სტანდარტები გავაცნობიერეთ, ღმერთი რას ითხოვდა მორწმუნისაგან და მით უმეტეს როცა კიდე ეკლესიაში ცოტა ზედმეტი ხო ისეთ რელიგიური წესების არსებობს ხომ, როცა ეს ყველაფერი წინ დავილაგეს, არა, ჩემთვის თქვი, მე ამას ვერ შევწმებ. და მე გადავწყვეტ ეკლესიიდან უნდა წავიდე. ადამიანმა რომელსაც ღმერთის სასწაული ვნახე და მე ურწმუნო არ მეთქოდა მაშინ. მაგრამ ღმერთის უფასება აგრძელებდა ჩემ გულთან ლაპარაკს. და მე ხვდებოდი, მე თუ ეკლესიას დავდო ეს ეშმაკის გამარჯვება არის. და მე ძალიან შიგნით ესე იგი რაღაცა ხდებოდა. უფალი ელაპარაკებოდა უფასება ჩემს გულს. და შეეხო შემდეგ. როცა მე ჩემი გული მოვიდრეკე და უთხარი უფალო. ეს ეშმაკის გამარჯვება ვერ დაგტოვო შენ, დამეხმარე. და ამ დროს რა იყო უფასება. აი როგორ მითხრათ? სახში ვიჯექი და ვიტყოდი ბიბლიას. როცა ამ განცდებში ვიყავი, სეციელი ცეცხლი მომედა ჩემს გულში. აი თუ თქვენ ჩემი შინაგანი დავემხე მუხლებზე და ვტიროდი და ვინანიებდი ყველაფერში ცხოვრებაში და უთხარი ღმერთო დამეხმარე. და იმ დროს ვიგრძენი მართლაც რომ რაღაც განახლება მოხდა ჩემ შინაგან ადამიანში და ჩემი რწმენა რომელიც იქამდე იყო ის ურწმუნოება ჩავთვალე. სასწაული მოხდა ჩემ ოჯახში, მაგრამ იმ სასწაულმა ვერ შეცვალა ჩემი ცხოვრება. ღმერთი შეეხო ჩემს გულს უფასება. და ესეთ რა მოხდა? მე გეტყვით, იმ დღიდან ამ დღემდე ფიქრი აღარ მოსვლი ასეთი, რომ
როდის მე ეკლესიას დავდოვე. არა როგორც მწყების ისე გელაპარაკებთ, როგორც ერთ-ერთი წევრი გელაპარაკებთ. მოსე მიხედავ ღმერთის დიდება. ჩვენ გვჭირდება ხშირად ღმერთთან შეხვედრა და ღმერთთან საუბარი ზოგადად. უფალო ძალიან უბრალოდ. საუბარია შეხვდეთ უფალს. ეგეთი უფალსო. ერთ უბრალო ადგილს. ზოგი კონფერენციებზე ეძებს ღმერთს. ზოგი სემინარებზე ეძებს ღმერთს. ზოგი განსაკუთრებულ ესეთ მოაწყობენ დღეს მე ვიცი უბანი მოქმედებს იქ არის სხვადასხვა ესეთი სემინარები, კაუნტერები, სხვადასხვა რაღაც ღონისძიებები და ყველაფერი იქიდან არის მიმართული თვითონ რომ ვერ შეხვდნენ ადამიანები. მე ამ ყველაფერს სწორედ გამიგია რომ ძინაოდები ეს კარგია ყველაფერი. მაგრამ ყოველთვის ეს არ გვექნება ჩვენ. საუნდა შეხვდა ყოველთვის ღმერთს. იესო ძალიან უბრალოდ თქვა. როცა მოსულ შედი შენოთახში. და მიიღურე კარები. და საიდუმლოში ყოფილი цаრი იმას აქვს და შენი გულისადე. ვერდიდება ჰალელუია. ამენ. ზალა დახოლო კარების მიიღო. რატო თქვა იესო მესიკა? იცით აი, უბრალოდ დაუკვირდი, ჯერ მარტო როცა შენს გულში მწიფდება აზრი. ეცე ესე იგია. როცა ადამიანი იყოს გაიცანეთ ახლა, შეყვარებული როდესაც იხარით. რასაც ეძებთ ყოველთვის თქვენი გულის რჩეული ვიცი, ეს მამაკაცები არიან რა, ქუჩის კუთხეში უსაფრთხოებით. სადღაცაც რომ დაგერახათ და როგორ მოზეარო მოკონოდათ მასთან. ასე ხდება ხოლმე ახალგაზრდების ცხოვრებაში. ეს შედარება ვიცით, ჩვენი გული როცა რაღაცისკენ მივდვის, უფალთან შეხვედრა, ეს რა არის? შენს გულში მწიფდება, მე უნდა ვიმოცო ახლა განმარტოვდე. და ამ დროს ეძებ შენ ადგილს. უბრალოდ ადგილს კი არ ეძებ შენ. შენ უკვე შენს გულს სულია უფალთან შეხვედრა. და შენ მიდიხარ შენს განმარტოებულ ოთახში. კარები რომ მიიღო ესეც ითრას ნიშნავს, მარტო სიმბოლურად კი არ არის, რომ განმარტოვდი ყველაფერი, შენ ოჯახის წევრიც იყოს, სხვაც იყოს, არა, შენ მათგან იზოლირებულად ძელი თავი დახურე და დადექიმისთან. უფალთან შესახვედრა ჩვენ. მორწმუნეები, როგორც კვირიდან კვირამდე, ან შაბათიდან შაბათამდე, თქვენ შაბათობიდან გკრება, თუ შაბათიდან შაბათამდე უფალს არ ეძებ შენ. მარტო აქ მოდიხარ და პროცედურა ეს არის საკმარისი. შენ ყოველდღე მეძებ უფალს. და იცით, ძალიან ხშირად კი არა თითქმის ყოველთვის. ჩემს ცხოვრებაში, თითქმის ყოველთვის. როცა ამ განწყობით შემდივარ და ვეძებ უფალთან მოზიარობას, ყოველთვის მოდის ღმერთის დიდება. უფალი ეხება შენს გულს, უფალი შენს აზრებში გელაპარაკება, რაღაცას გასწავლის და იმულოცვის მე როდესაც გამოდიხარ შენ, სხვანაირი ხარ. თუ რამეზე გული მსჯავრს აგდებს ინარნიებ. ამ დროს ღმერთი ეხება შენს გულს, პატიობს, როგორც მშობელი შვილს გეფერება, გარიგებს, გასწავლის. სხვანაირი გამოდიხარ იმ ოთახიდან. ხშირად გჭირდება ჩვენ მოზიარება უფალთან. მოსე ღმერთმა თავის დიდება ჩვენა და მოსე შემდეგ ელაპარაკება, ღმერთი ელაპარაკება მოსეს. და ისიც რას ეუბნებოდა ხალხო. მე მინდა ეს ადგილები მე კლანთავის ვერ წავიკითხავ ბოლომდე, მესამე მეოთხე თავი გამოსulis წაიყვეთ საფრებში. და ამ ისტორიას ვერ დაინახავთ. და ჩვენ ვხედავთ აქ, რომ ღმერთი აი ამ სასწაულის შემდეგ ფასება ელაპარაკება უკვე მოსეს. მე ვკითხულობ მესამე თავის მეშვიდე მოხდება. უთხრა უფალო. მე მინდა რომ ყურადღებით მოვსვით ხლა რა აზრის განვითარება მინდა რომ თქვენ დაიჭიროთ ეს. უთხრა უფალმა, ხილვით ვიფიქრე ტანჯვა ჩემი ხალხისა, რომელიც ეგვიპტეშია და ვის მინდა მისი ყნესა აღსრულებელთაგან, რადგან მე ვიცი მისი საკითხი არის. და ჩამოვიდი რათა ვიხსნათ ეგვიპტეს და ხელიდან და გამოვიყვანო იმ ქვეყნიდან და შევიყვანო კარგსა და ვრცელ ქვეყანაში, სადაც მოედინება ზედა თაფლი. აჰა, ისრაელის ზეთაყრესამ მოაწია ჩემამდე და ასევე ვიხილე ჩაგვრა, რომელსაც ეგვიპტელი ჩაგრავენ მათ. მეცხრე მოხდა წავიკითხე. ანუ ღმერთი აქ ელაპარაკება ზუსტად და ეუბნება მოსეს, რომ მან თავისი ხალხის ისრაელის ტანჯვა დაინახა და იმისთვის მოვიდა, რომ იხსნას ისინი. დაბით? აი ეს აზრი არის ამაში გადაღებული. ესე იგი რა არის, რომ ღმერთი ელაპარაკება მოსეს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, როგორც კი მივიდა ღმერთი იმ ადგილამდე, რომ მოსეს ავადებს რაღაც, გამოჩნდა მოსეს პირველი უზრუნო პასუხი. აქ ხედავთ, ახლა კი წადიდა მიგავლენ ფარაონთან და გამოიყვანე ჩემი ხალხი ისრაელის ზემი ეგვიპტიდან და უთხრა მოსემ ღმერთს, მე ვინავა რომ წავიდე ფარაონთან და გამოიყვანო ისრაელის ზემი ეგვიპტიდან
ამის შეხედოთ ფასად მოსემ ღმერთს უსმენდა მაგრამ ვერაფერი ვერ გაიგო ღმერთის ლაპარაკი და ფაქტიურად. რატო ვერაფერი ვერ გაიგო? პირველი ნაწილი ღმერთის საუბრისა. მე იმისთვის მოვედი მოსე იხილა სასაური მოსემ ნახა ღმერთის დიდება და ღმერთი უნდა მე იმიტომ მოვედი რომ ჩემი ერის ისრაელისთან გადავიდარე. მე მოვედი რომ ფარაონის ხელიდან ვიხსნა. მე ვიცი ეს ამას ღმერთი უნდა და შემდეგ ემუნება რას? აი ახლა მიგავდა შენ ფარაონთან თუ გავიმონო ჩემი ერი. მოსემ რა ვერ გაიგო. მოსემ ეს მომენტი გამოტოვა რომ ღმერთი უნდა შენ კი არ გამოიყვანო. მე მოვედი იმისთვის რომ მე უნდა გამოვიყვანო. შენ უბრალოდ გაგზავნე წადი. შეიძლება მოსე და შენი ოცნება ეს არის ყოველდღეს რომ შენი ერი ჩაგრული არ ყოფილიყო მაგრამ მოსე უნდა ვინა ვარ მე მინდა გითხრათ რომ ასეა თუ ღმერთო შენი ერი გამოიყვანა ის ხალხი უნდა მოსე დაშუაში ხო მაგრამ ეს რაღაც ვერა და ღმერთს უნდა რომ ჩაკეთოს ხალხი თავის საქმიანობაში ამენ ღმერთს ჩვენი მხრიდან უნდა გაიგოს ამას რომ ასეა და ამიტომ ისიც რა არის რომ როგორ ფიქრობთ რომ მოსე იყო წარგზავნილი და ჩვენ არ ვართ წარგზავნილები ჩვენ წარგზავნილი ვართ რომ ამ ქვეყნიერებაზე ქვეყნიური ეგვიპტიდან ხალხი გამოიყვანოთ ღმერთი დღეობრივ დღეს ვფასებთ ჩვენ გზავნის აი ამ ქვეყნიერებაზე იესო უთხრა თავის მოწაფეებს როგორც გლებს შორის სურებს ისე გზავნით თქვენ ამინ ღმერთმა ჩვენ გავგზავნოთ ქვეყანაზე ჩვენ გუჩათ ხარჯავ დროს თუ მარტო ეკლესიაში დავდივართ გუჩათ ხარჯავ დროს როცა ჩვენ ერთმანეთს რაღაცას უთქვისებთ თავარი მისია ეკლესიის არის რა ხალხი გამოიყვანოთ ეგვიპტიდან ამენ სხვა რაზეა ჩვენ ყოფნის ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვილაპარაკოთ ერთმანეთის ნახვას მოუგბეზრდეს ერთმანეთს წავეკიდოთ კიდეს მერე სამატიებელი დაგვიხდეს თბილისიდან როლეგი უნდა ჩამოვიდეს ბოლო თუ ადგილობრივი ვერ ვურიდით და მე უნდა მოგირენ შევარიმო ეს ხალხი იცით ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ძმები და მსინოდები კიდეც რა სახელმწიფო ალაგა ცეცხლი მოინდება მე მიდიხარ ჩასაკრებად რა ეს ძრავს უნასებო სამწუხაროდ ასეთები არიან ქრისტიანები მაგრამ ღმერთი ჩვენ გვაგზავნის და გვეუბნება ჩემო შვილებო მე ვხედავ ამ ქვეყნიერებას სოდვაში მე ვხედავ ამ ქვეყნიერებაზე მრავალი ადამიანი არის დატანჯული ეშმაკის მიერ მრავალი არის სოდვაში ავადმყოფები მე მინდა ეს ხალხი მიხსნა ამინ და ღმერთი რომ სიტყვით წარწერა ჩვენ ყველას გამოიხატება რა დიდება შეგვერთო შენ გინდა ეს ხალხი ორა დიდებული ხარ ღმერთო და ველოდებით ეხლა ღმერთი აი როდის შემოიყვანს გახსნილ ხალხს მაგრამ ამ დროს ღმერთი გვეუბნება მე მინდა ეს გავაკეთო მაგრამ მე თქვენ გზავნით ახლა წადით და გამოიყვანეთ და ამ დროს ვინა ვარ მე მოსეს ახსოვდა როგორ მოკლა ეგვიპტელი მოსეს ახსოვდა როგორ ჩაფლა მიწაში მოსეს ახსოვდა მეორე დღეს ძმები როგორ შემოუტრიალდნენ აქეთ და იმ წარსული გამოცდილებებიდან და წამომატებლობიდან გამომდინარე მოსემ დაკარგა იმედი შეიძლება თქვა ვინა ვარ მე ვინა ვარ მე რომ წავიდე და გამოვიყვანო ჩვენ არავინ არ ვართ ვინმე გითხრათ უფასებო მაგრამ ღმერთის დიდებული სული რომელიც მოქმედებს ჩვენში ის არის ყველაფერი ამინ ამინ მოდი გაიხსენეთ როცა გამოგვეძება იყო ზურგეთში ვინ იყავით თქვენ ეხლა უფრო მეტი იცით არა წესით ეხლა უფრო მეტი ზეკუნდა იკუთვნით რა მაშინ არ არის ასე რომ გიგებთ ვინ იყავით მაშინ არავინ არ იყავით მაგრამ ერთი რამ ვიცოდით მაშინ გიცეთ რომ ხალხს ვლაპარაკებდით იესო ქრისტეზე ამინ უმახსოვს აეპარქიის დროს ლოცულობდით მაშინ ავადმყოფებს და ხალხი მოწმობდა აი ეზოშიც მახსოვს ხალხი ვიდგა და შენ არ შეგუდიოდნენ შემდეგ როცა პროვოკაცია მოიმონა ჩვენ და გასოთ ვაღზურია ხო სადაური ხო ეს მისთვის უნდა იზოკვირი ხალხი გამოსასწრებად შემოვიდა გამოსასწრებად შემოვიდა ხალხია მაგრამ აქედან ღმერთის დიდებით წავიდა და რაღაცა ვიყავით ჩვენ არავინ არ ვიყავით ვინ ვიყავით არავინ არ ვიყავით უბრალოდ ხალხი ვიყავით მაგრამ ერთიდან ქონდა მაშინ კარგი ძალიან ბევრს ავაფერხებდით მივდიოდით და ვლაპარაკობდით ღმერთს დიდება და ბალანს მივდიოდით და ვლაპარაკობდით ხალხს იესოზე ველაპარაკებდით და ვიმოდით ხალხო ირწმუნეთ იესო ქრისტეში გავიდა დრო დაუბრძენდით ძალიან ბევრი დროს მისერვა ტელევიზიით აი ჩვენ მამაკაცებს ყველა მართლმადიდებლობა ესენი სექტანტები არიან და იმდეს ლაპარაკობენ რომ ზოგიერთ მომორწმუნემ დაიჯერო სექტანტი არა ხარ სექტანტი შენ სიცოცხლის წყალი გაქვს შენ სიცოცხლის სიტყვა გაქვს შენ სიცოცხლე არის რომელიც დღეს ამ ქვეყნიერებას სჭირდება ამ ვაი მორწმუნეებს სჭირდებათ ეს სიტყვა ხასე ნუ დაიჯერებო სექტანტი ხარ შენ
და შემდეგ ფიქრო, ვინა ვარ ახლა მე რო წავიდე ახლა რას მეტყვიან, შენ სექტანტი ხარ, მე ნამდვილი ღმერთს ვემსახურები, ეს ჯერ კიდევ საკითხავია, ვინ რა არის, უპასება. მაგრამ ჩვენ არ უნდა დავდარბოთ ერთი უფალი ამბოს მე მინდა ვიხსნა. თან არ ყოფილა ისეთი შემთხვევები, რომ ვინც გონია რომ რწმენაში არ მოვა, პირველი ის მოვლის რწმენისკენ. რა, შენ ფიქრობ, შენ გეგონა, მაგრამ ღმერთი ამბობს მე შენი ძალით კი არა. აგერ მე მინდა დავუმოყო ეს ხალხი. პირველად რომ რუსთავში რო ვაღადები ეკლესიას და რო ჩავედი რუსთავში, როცა მითხრეს დებმა რომ ერთმა ხალმა ირწმუნა ღმერთი, მაგრამ ავანტყოფია და უნდა ილოცოს ძლებოდა, რომ შევედით იმ ოთახში, რომ შევხედი ამ ავანტყოფ ხალხს, რომელიც თავის რამდენი წელი იყო ავანტყოფი. წმენა დავგანე რომ შევხედი. ამას რა არის? ფანკარი ეკოლოგიაში, ნახევარი გადაპარალიზება. ილოცეთ არაფერი არ მოხდა. ამოი უნდა წოდები. თითქოს შევეყავთ რაღაც, მაგრამ სამი დღე და გამოვიყვახულეთ. მაშინ ისიც არ მოხდა, რომ ვარფეს რო შეიძლება ცოტა წყალი დაგოია. სუმჩრალი არ ყოფნა. და შენებულობაზე მუშაობთ კიდია. სამი დღის მერე ძლივს ვიღვაწებდი ფეხით. ნაშიმშილარი, ნამუშევარი, დაღლილი, მივდივართ უნდა ვილოცოთ. ძლივს შევედი ოთახში დაღლილი, ერთ მასთან ერთად. მაგრამ ოდესაც დავისწრებ, უცებ ერთის დიდება მომდევნო. ამინ. ეს ამოწმული განხორციელდა. ამინ. და იმ ქალაქში დღესაც არის ეკლესია. 25 წელი რო გავიდე ის შემდეგ ძმაგიადა გავუსწრაფე ჯაბალიშვილი განიცავსა და 25 წლის თავი გააკეთა ეკლესიის. და დამპარტია რო ჩავედით ეს კალია გაფეხსნა. ეხლა დარია შარშარ მოგდა. მაგრამ 30 წელი გავიდა. მე მგონი 25 წლის თავზე კიდე. ხოსხალი იყო ის კალია. ადგილ და თქვა 25 წლის წინ მე ვიყავდა საქართველოში. და იესომ გამოვიდა. ფაქტია მაშინ კი არ ვიცოდი, თუ ორგანიზმში შენ გარდაერთი მთელი არ გქონია. ეგ რომ ცოდნოდა შეიძლება გარდაერთი ეს გარდაერთი. კიდე იცოდა, აი შარშან გარდაიცვალა რო ეს მოვადებაში და იმაში. სასხვა აღარ გაქონიკებია, თავის დროა სასწრაფო. ესე რამე გითხრა, ვინ ვიყავთ, არავინ არ ვიყავთ. მაგრამ ის როცა ჩვენ ვიფასებთ, ის გვესმის რომ მოდი აქ ეპსინოლი დავწეროთ კეთილზე, რამის გეუბნებათ ეპსინოლი. არაფერს, მაგრამ ამებს დროს წინ როგორც კი დაუწერთ ერთიანს, მაშინ ვიმეორია ეს უფასება. ჩვენ არაფერი არ ვიყავთ, მაგრამ როცა ჩვენ ის გვესმის, რასაც იესო ლაპარაკობს, მე მინდა გავაკეთო ეს. შენ დაგზავნე უბრალოდ რა. როცა ჩვენ ეს ვიცით და იესოს იმედით, მისი მადლით და სიტყვით მივდივართ რა, წარმატება ყოველთვის არის. ღმერთი გვაგზავნა ჩვენ უფასება. შეიძლება ჩვენ მოსეზე ვლაპარაკოთ, მაგრამ ღმერთს უნდა რომ შენს ატმოსფეროში, შენს გარემოში, შენს ცხოვრებაში, შენ წილ გასავლელ გზაზე რწმენის გმირი იყო. ამინ. ამინ. მე მოსე ვერ გავხდები. შენ ოლეგი ვერ გავხდები. დიახ. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი გასავლელი. და აი ამ გასავლელში ღმერთს უნდა რომ ყველა რწმენის გმირი იყო. ამინ. უპასდება. შემდეგი რა ხდება ფასებო? მოსე უსმენდა მას, მაგრამ ღმერთმა გააგრძელა და პარაკი მასთან. ჩვენ ხედავთ რაც რომ მეოთხე თავში ხედავთ რომ როცა ღმერთმა დაინახა რომ მოსე ამბობს ვინა ვარ მე და მას ახსენდება თავისი ეგვიპტური მეთოდები და სხვადასხვა რაღაცეები რა. ამ დროს ღმერთი ისევ აგრძელებს მასთან ლაპარაკს და აჩვენა რა სამი სასწაული გააკეთა მოსე. ღმერთმა უთხრა გადააგდე შენი კვერთხი. გადააგდო მოსე კვერთხი და გველად იქცა. მოგიდა შემდეგ კვერთხის სიტყვით ხელი და გველი ისევ კვერთხად იქცა. წადი რომ უნდა ისრაელი. ფარაონთან და გააკეთა ეს სასწაული. თუ ამასაც არ ერწმუნებაო, მეორე ჩაიყალო მოსე უბეში ხელი, ჩაიყო მოსე უბეში ხელი, ამოიღო და თეთრიანი კეთილი დაფარდა. სასწაული არის ყველას. აბა მოსე ჩაიყალო ისევ, ჩაიყო მეორედ, ამოიღო და ხელი სუფთა არის. თუ იმას არ ერწმუნებიან ეს გააკეთა და თუ ამასაც არ ერწმუნებიან მოსე, რა იყო მესამე სასწაული იყანა? წყალი ამოიღო, დაღვარა და სისხლად იქცა. შეიძლება თქვათ, ეს რო გააკეთოს ახლა უფალო, თქვენ იხედან რა? გავიქცეოდით მაშინ. არ გაქცეულა მოსე ამ სასწაულმაც არ აქცია რწმენის მიერად. ამის მერე რას მერე ის ყველაზე რომ მოსე ეს სასწაული გააკეთა მოსე
თუ არ ერწმუნებიან ამ ორივე სასწაულს არ მოისმენენ შეხმას, აიღებ მდინარის წყლიდან და დაყრი ხმელეთზე და ეს წყალი, რომელსაც ამოიღო მდინარიდან, სისხლად გადაიქცევა ხმელეთზე. და უთხრა მოსემ, ნახეთ, მეორე პასუხი მისი უცნობიერების. გევედრე დუხალო. მე არ ყოფილი ვარ კაცი ენამჯვარი, არც გუშინ, არც გუშინი, არც მაშინ რუსაშენ დაელაპარაკე შესახავს. რადგან ბაგემძინე და ემძინე ვარ. და უთხრა უხალონას. მივისა ბაგეკაც, მიბადოს მუცამ, ხედავს ამ რამას, თუ არ მეუბარი. ახლა წადიდა მე ვიქნები შენს ბაგესთან და გასწავლი რაც უნდა თქვა. მოსე მოიმისესა. ენა ბაგემძინევა, ენას უკიდებდა. და გასაგუნება შემდეგ. და თქვა მოსემ გევედრები უფალო. ღმერთი აგზელებს ისე ლაპარაკს. ვით? სასწაული ისე მოსემ თავისი გააგზავნა. მიზეზი მოწმდა ღმერთი ისე აგზელებს ლაპარაკს, არა? დიახ. დეუნება, ნუ გეშინია მოსე. მე ვიქნები შენ ბაგესთან და მესამე. გევედრები უფალო, მესამე მოხდნოთხე თავის. გევედრები უფალო, სხვა მიაულინე ამის გასაკეთებლად. რუსულ თარგმანში არის, რომ სხვა მიაულინე ვისაც იპოვიო რა? მე არ მინდა. საინტერესოა პასაჟი. მოსე კაცსაკლაუდი 80 წლის წინ ამოსაკლისთვის, 40 წლის წინ კაცსაკლაუდი ამისთვის. და ეხლა ღმერთი გეუბნება, მე გავაკეთებ ამ ყველაფერს. და სამჯერ უარი უთხრა მოსემ ღმერთს. მაგრამ ღმერთი აღიძებდა მას თავლაპარაკს. მისი სხვა წაენთო და ეს თავი იმითომ თავდება თუ პასაჟო. ეს ტექსტი რომ წავიდა მოსე და ღმერთის თახულა არ ვქია. მაგრამ როდესაც მივიდა თავის სიმართლე, რაღაც მოხდა მოსეში. და მოსე უთხრა, წავალ მე ჩემს ძირთან დავიძინე. და ვნახავ სოციალებიანი თუ არა კიდე. და იაფროს მოსემ გადაწყვეტა. ისეთ ერთი რამე დაგიქრა პასა. ერთი რა. თუ ჩვენ გინდა როგორც მეძინე. ჩვენ გასვენებს პასა. დაიწყო ეს რა. შეხვედრა ხმელთან. ომასიებს. მაგრამ რა აქცია მოსერწმენის გმირად? სასწაულებმა? არა. სასწაულების შემდეგ მოსე ისევა რომ საერთოდ სხვა რაღაცა ერთად. წმენის გმირად. ისევ ღმერთის სიტყვა აქცია. ღმერთი. სიტყვა ღმერთისა. წმენა საერთოდ. ღმერთის სიტყვის მოსმენია. ერთი რამე და გითხრათ უბრალოდ ყოველთვის ჩვენ ციტა უარი საქმელად კი არ უნდა ვიყოთ მზად. ჩვენ ყოველთვის უბრალოდ უნდა მზად ვიყოთ Ქრისტეს ცით. აი ჩვენი გულის რომარი უღალო მე მინდა შევიცვალო. სხვანაირად აზრი არ აქვს. ეხლა ხო მომისმინეთ მე. მე დარწმუნებული ვარ თუ თქვენ გულში ახლა თქვენ არ ეხეთ უღალო მე მინდა შევიცვალო. უღალო მე მინდა რომ გემსახო. მე მინდა რომ შენი სიტყვა ავასრულო. ეს სიტყვა ძალიან სიტყვა დარჩება. როცა წაიკითხავ ბიბლიას თუ შენ მზად არ იქნები ბიბლიის ტექსტის კითხვის დროს რომ შენი გული გახსნა და უთხრა უფალო მე მზად ვარ. უფალო მე მინდა არაფერს არ მოხდეს მეთქი სიტყვა. მაგრამ მიზეზი იმისა რატომაც იქცა მოსე წმინდის გმირად იყო რა ღმერთი აგრძელებდა მასთან საუბარს. ღმერთი არ პოვებდა ღმერთს მადლობა რომ ღმერთი მუშაობს ჩვენს დასაწყისში. მე მინდა ერთი მაგალითი გითხრათ. მე გითხარით რაღაც მაგალითი ჩემი სისუსტე როცა ეკლესიის დატოვება მინდა. ეკლესიის დატოვებაზე არ ვიფიქრი არასდროს. მაგრამ მე გეტყვით ახლა სხვა რამეს. როცა დადგა ჩემი მსახურების საკითხი და მწყერს მომითხრა რომ უნდა შემეცვალა რომ აღარ შეეძლო მას ფიზიკური მომავლობის გამო. ჩემი პირველი რეაქცია იყო ესეთი არა ეს მომჟღავე. მე არა ვარ ის კაცი. მაგრამ როცა მე ლაპარაკა ნუ ხათრი მქონდა და პატივსაცემი იმ ადამიანს და ხათრი დავთანხმდები თუ რა. გამოცხადება მე წუთში არ მგონია ისი. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, იცით, როცა დავიწყებ მსახურება, რა მდგომარეობაში არ ვუშვი. ეს იყო არ გადავაჭარბებ ჩემი სიცოცხლის საშინელი წლები. რა იყო ამ პროცესში? მაშინვე გარედან დავიწყე შევიწყვეტება. უცაუროდ დავიწყე ეკლესიაში მსახურება. უშიშროების დამოუკიდებლები მოდიან ხანსად მიბარებენ ხანსად. ერთ-ერთი მორიგი საუბრის დროს ვუვლები, რატომ მოდიხარ ჩემთან? არა იცი რა, როგორც ეკლესიის წევრთან ისე მოვიდეთ. აქ გაიშიფრა მათი აზრი. მე ყორ გეკითხები მე ვინა ვარ, შენ ჩემთან რატომ მოდიხარ? მაგრამ მაშინ მივხვდები, ჩემთან იმიტომ მივხვდები, იმიტომ მოდიოდი ეკლესიის ხელმძღვანელები ვარ. ესეთ დროს მომებიან, თავაზობდნენ ისეთ რაღაცებს, რომ ეკლესია ისეთი გზებით წამეყონა და დაუმორჩილებული ყავი, რომელიც ბიბლიური არ იყო. მე მათ ვუყურებდი, რომ
მიარდები მოჩნდები თქვენ. წაიყვანე შენი ხალხი მეომრებიან, ან მართლმადიდებლურ ეკლესიაში ილოცეთ, ან ბაპტისტურში ილოცეთ. ჩემთვის ვფიქრე, რატომ ეპატიჟებიან ეს უღმერთო ხალხი სამოცავად ორ ეკლესიაში. მე მაშინ ვფიქრე, ეს ეკლესიები მათი გზით მიდიან და ემიდან. და რომ ვიყოდი არა. და ისეთ რამე თქვენ გამწარებულმა და გაგვეზებულმა ციხეში ამოგარგოთ იცოდე შენ. და მე მას უთხარი